საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა რწმენის ტრაგედია. ილია ჭავჭავაძის პოემა განდეგილის მიხედვით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები ილიას შემოქმედებაში. როდესაც ეს პოემა დაწერა ილიამ, მას უკვე შექმნილი ჰქონდა სხვა ნაწარმოებები, გზავრის წერილები, კაცი ადამიანი, გლახის ნაამბობი, სარჩობელაზე და სხვა. ეს პოემა კი ყველა სხვათაგან გამოირჩეოდა სრულიად განსხვავებული თემით. აქ ილია ჭავჭავაძემ წარმოაჩინა სულისა და ხორცის ჭიდილი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ადამიანის შინაგან სულიერ სამყაროში მიმდინარეობს. ამ პოემის გამოქვეყნებას სხვადასხვანაირად შეხვდა მაშინდელი ქართველი მკითხველი. ზოგმა მოუწონა ილიას ეს ნაწარმოები, ზოგმა დაუწუნა. გამოჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებიც საშინელად კიცხავდნენ ილიას ამ არჩევნის გამო, რატომ გააკეთა მან აქცენტი ამ თემაზე. როგორც ვიცით, პოემის მთავარი გმირი არის ბერი და მისი ცხოვრება არის წარმოჩენილი. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ილიამ თავის წამს გადაუხვია და დაიწყო ბევრი მონაზნური ცხოვრების ქადაგება თუ კრიტიკა. ერთადერთი კრიტიკოსი, რომელიც მაშინ გამოირჩეოდა ყველასაგან, იყო კიტა აბაშიძე, რომელმაც ჩვენი მწერლობის ობოლი მარგალიტი უწოდა ამ პოემას და ძალიან მაღალი შეფასება მისცა მას. და მან თავისებურად გაიაზრა ეს პოემა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, მისი დაკვირვებები. მან დაასკვნა, რომ ილია ჭავჭავაძემ ამ პოემაში წარმოაჩინა ისევ და ისევ მოძრაობის იდეის უპირატესობა. ესე იგი, ბერის სიკვდილის მაგალითი მან გამოიყენა სწორედ თავისი დასკვნის გასამტკიცებლად, რომ რადგან პოემაში ბერი იღუპება, ესე იგი ილია გმობს ასეთ განდგომას ცხოვრებისაგან, კონკრეტულად კი ბერ მონაზნურ მოღვაწეობასო. თუმცა საკამათო და დასაფიქრებელი ის არის, რომ ბერმონაზნობა მაშინ არ იყო საქართველოში ისე გავრცელებული. პირიქით, ძალიან იშვიათად ნახავდით ბერს, ძალიან იშვიათად ნახავდით მონასტრებს, სადაც ხალხი აქტიურად დადიოდა და სულიერი მოღვაწეობა იყო. ილია პირიქით წუხდა, რომ საქართველოში რწმენა იყო მინავლებული. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ ილიას ისეთ პრობლემაზე გაემახვილებინა ყურადღება, რომელიც არ იყო არსებითი და მნიშვნელოვანი მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. პირიქით, ილია ჭავჭავაძის შემოქმედება გაჟღენთილი არის რწმენის დიდი სიყვარულით. მას სურს, რომ ღვთისკენ მიმავალი გზები ასწავლოს ადამიანებს. პოეტის უპირველეს მოვალეობა და სწორედ ამას მიიჩნევდა იგი. ხომ გახსოვთ პოეტში რომ წერს: ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვოძღვე წინაერსაო. ან კიდევ დიდი ღმერთის საკურთხევლის მისთვის ღლივის ცეცხლი გულში, რომ ერისა მოძმედ ვიყო ჭმუნვასა და სიხარულშიო. აჩრდილში განსაკუთრებით მძაფრად არის წარმოჩენილი, როგორც გახსოვთ, მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრება. ილია იხსენებს ამ პოემაში წარსულს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ორი რამ იყო, რისთვისაც ქართველი კაცი იბრძოდა. ეს იყო მამული და რჯული. აქვე ამ პოემაში არის ასეთი ფრაზა, რომ ჩვენ მამული გვაქვს ღვთისგან მოცემული, ჩვენთვის ჩვენი მამული არის ჩვენი ღმერთი და მამულის დაცვა და ღვთის მცნებების დაცვა ერთმანეთს გაუთანაბრა ილია ჭავჭავაძემ. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა თვალსაზრისი, რომელიც ადრეც გამოითქვა, ან ახლა გამოითქმება ილიას განდეგილის შესახებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი გახლავთ აკაკი ბაქრაძის მოსაზრებები, რომლებიც მან ამ პოემის შესახებ გამოთქვა თავის ცნობილ წერილში გზა ხსნისა. აქ პირველად აკაკი ბაქრაძემ სწორად გაიაზრა ეს პოემა და მან თქვა, რომ აქ ილია იმის წინააღმდეგი კი არ არის, რომ ადამიანმა აირჩიოს ბერული ცხოვრების გზა. ბერული ცხოვრების გზა ეს არის თავისებური აქტივობა. რწმენა, როგორც ვიცით, საქმის გარეშე უქმია. შეიძლება ეს იყოს უფრო მეტი აქტივობა, ვიდრე მატერიალურ სამყაროში მოღვაწეობა. ეს არის უფრო რთული და ძნელი გზა. ილიამ წარმოაჩინა ამ პოემაში ის, რომ ბევრი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც სულიერი სრულყოფილების გზას დაადგება, რადგან პიროვნული ხსნა არის უპირველესი. ადამიანმა ჯერ თავი უნდა განიწმინდოს, ასე ვთქვათ, პიროვნულად იხსნას საკუთარი სული და მას მხოლოდ მერე შეეძლება ერის ხსნაზე ფიქრიო.
ილია ჭავჭავაძემ პოემა განდეგილი მიუძღვნა თავის მეუღლეს ოლღა ჭავჭავაძეს. ეს იყო მართლაც სამაგალითო ცოლქმარი. ილია და ოლღა იყვნენ, როგორც ბარათაშვილი იტყო და ერთმანეთის სულის ტოლნი. ორი მშვენიერი სული დაუკავშირდა ერთმანეთს და ამიტომაც იყო მათი სიყვარული წარუვალი. და ძალიან ბევრი დამადასტურებელი ფაქტი არის ამ სიყვარულის მშვენიერებისა, ამ სიყვარულის წარუვალობისა. ამიტომაც ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები ილიამ მიუძღვნა თავის მეუღლეს როგორც წმინდა ადამიანს, რომელსაც შინაგანად ჰქონდა ის ყოველივე, რასაც ადამიანები მიესწრაფვიან, თუ კი ისინი ღვთის გზაზე დადგებიან. როგორც ვიცით, ილია მიძღვნას არ აკეთებდა ისე უბრალოდ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის თუ ვის მიუძღვნიდა. აგრეთვე ყურადღებას იქცევს ის, რომ პოემას ქვეშ მიწერილი აქვს ასეთი რამ, რომ ეს არის ლეგენდა. საერთოდ მწერლები ხანდახან კითხველის მისაზიდად აკეთებენ ხოლმე რაიმე წარწერას სათაურის ქვეშ, ან ნამდვილი ამბავი, ან გამოგონილი ამბავი. ამ შემთხვევაში, რადგან მიაწერა ლეგენდა, ესე იგი მიგვანიშნა, რომ ხალხური გადმოცემების შესახებ მან იცოდა, რომლებიც არსებობდა მყინვარზე არსებული მონასტრის შესახებ. მართლაც არსებობს გადმოცემები და თქმულებები ამ მონასტრის შესახებ, მაგრამ კონკრეტულად რა იყო ილიამ ხალხური თქმულებიდან, დაზუსტებით არ შეგვიძლია თქვა, მაგრამ ბევრი არც არაფერი. იმიტომ რომ მთელი ამბავი, რომელიც ამ პოემაში არის აღწერილი, ეს არის ილიას გამოგონილი და ილიას წარმოსახვის ნაყოფი. გიორგი კერესელიძე იყო ასეთი მწერალი, რომელსაც აქვს მოგონება მყინვარზე არსებული მონასტრის ბეთლემის შესახებ. რომ ჩვენს ოჯახში მოდიოდა ერთი კაცი, რომელიც ყვებოდა, რომ ძალიან ხშირად ადიოდა ამ ტაძარში და ხვდებოდა იქ თამარ მეფეს. თვითონ თამარ მეფე მეცხადება და ჩვენ საუბრობთ საქართველოს ბედზეო. ეს ამბავი როცა ხდება, რომელ ამბავსაც იგონებს გიორგი კერესელიძე, ეს არის დრო, დაახლოებით ის დრო, როდესაც ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობს და ილიასთან დაახლოებული იყო ეს ოჯახი. ამიტომ საფიქრებელია დაასკვნის გიორგი კერესელიძე, რომ ილიამ ამის შესახებ იცოდაო. ერთი სიტყვით შეიძლება ილიამ ესეც იცოდა, კიდევ ბევრი სხვა ამბავი იცოდა, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მყინვარზე არსებობდა პატარა გამოქვაბული მონასტერი, რომელსაც ერქვა ბეთლემი. ბეთლემი სულხან-საბას განმარტებით არის სახლი ცხოვრებისა. ბეთლემი არის ადგილი, სადაც დაიბადა იესო ქრისტე, ღმერთი განკაცდა ადამიანების ცოდვების გამოსახსნელად, ადამიანების ცოდვების გამოსასყიდად. და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ილიასთვის, რომ სწორედ მყინვარწვერზე არის მონასტერი. მყინვარწვერი მისთვის არის უწმინდესი ადგილი. ეს განსაკუთრებით კარგად წარმოჩნდა პოემა აჩრდილში. როგორც გახსოვთ, იქ მამულიშვილს სწორედ მყინვარწვერიდან მოევლინება მოხუცი კაცი, რომელიც არის საქართველოს უკვდავი სული. მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული. და აი ამ სულთან საუბარში წარმოჩნდა საქართველოს ბედზე დაფიქრება. გაცოცხლდა ამ საუბარში საქართველოს აზყო, წარსული და სამომავლო გზებიც დაისახა. ამ პოემაში, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნეთ, არის მნიშვნელოვანი სულისა და ხორცის ჭიდილი და როგორც აკაკი ბაქრაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია რწმენის ტრაგედია. მოდით ახლა ჩავიხედოთ ტექსტში და ნახოთ, როგორ დაამუშავებს ილია ჭავჭავაძე ამ პრობლემას, როგორ წარმოაჩენს განდეგილის სახეს. საერთოდ პერსონაჟის ხასიათის გამოსაკვეთად მნიშვნელოვანი არის მრავალი დეტალი. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, თუ როგორი გარეგნობა აქვს მას, იმიტომ რომ პერსონაჟის გარეგნობაში ხშირად ვლინდება მისი ხასიათი. ამავე დროს მნიშვნელოვანია, როგორ გარემოში ცხოვრობს ის, როგორი დამოკიდებულება აქვს მას სხვა ადამიანებთან, როგორი დამოკიდებულება აქვს ისეთ ღირებულებებთან, როგორებიცაა სიცოცხლე, სიკვდილი და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პერსონაჟის ხასიათის გამოსარკვევად, თუ რა არჩევანს აკეთებს იგი.
ამიტომაც არის, რომ ხშირად ნაწარმოებებში მწერლები თავიანთ პერსონაჟებს რაღაც ექსტრემალურ ვითარებაში ჩააყენებენ ხოლმე, რათა მათ გააკეთონ თავიანთი არჩევანი. მაგალითად, ვეფხისტყაოსნის პერსონაჟის ავთანდილის ხასიათი ყველაზე უკეთესად მაშინ წარმოჩნდება, როდესაც მან უნდა გააკეთოს არჩევანი. აი როგორ მოიქცეს, რა გადაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად, ვიცით ჩვენ რომ მას თინათინმა 3 წელი მისცა იმისათვის, რომ უცხო მოყმე მოეძებნა. გავიდა დრო ხეტიალში და მიიწურა. ეს დრო გავიდა და არჩევანი და ავთანდილი ფიქრობს, დაბრუნდეს თუ არა. ის მაშინვე არიღებს გადაწყვეტილებას. ის ფიქრობს, თუ დაბრუნდება, რა მოხდება ამას, თუ არ დაბრუნდება, რა მოხდება და მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებს არჩევანს. ამიტომაც არის, რომ მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის არის ზუსტი და გონების მიერ ნაკარნახევი. თქვათ, განსხვავებით ტარიელისაგან, რომელიც გადაწყვეტილებები უფრო არის იმპულსური და გულისა და გზნობისაგან ნაკარნახევი. უპირველეს ყოვლისა, ილია ჭავჭავაძე გვიხატავს მყინვარ წვერს, რათა წარმოგვიჩინოს ის მონასტერი, რომელშიც არის მთავარი პერსონაჟი განდეგილი, განმარტოვებული. მანამდე ერთი რაღაცაც მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ილია ჭავჭავაძე ძალიან ხშირად წერილებში წარმოაჩენდა ხოლმე საქართველოს სულიერი ცხოვრების პრობლემებს, ის წერდა საქართველოს ეკლესიებზე, ქართულ სასულიერო მოღვაწეებზე. ცნობილია ისიც, რომ ახალგაზრდობაში ილიას გადაწყვეტილი ჰქონდა ბერად შედგომა, როდესაც მის ცხოვრებაში მოხდა ტრაგედია და უმცროსი ძმა გარდაეცვალა. მან ეს გადაწყვეტილება მას არ შეუსრულებია, თუმცა ის იყო ერისკაცი, მაგრამ ყოველთვის სულზე ზრუნავდა. ამიტომაც არის, რომ ქართულმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა და ჩვენ ვიცით, რომ ის არის წმინდა ილია მართალი. ერთ სიტყვით როგორ აღწერს ამ მყინვარს. პირველივე სტრიქონებიდან ჩვენ ვიმსჭვალებით რაღაც ამაღლებულის შეგრძნებით, იმიტომ რომ ასე იწყება პოემა, სადაც დიდებულს თასა მყინვარსა. ესე იგი, უბრალოდ მყინვარი კი არ ახსენა, არამედ თქვა, რომ ეს არის დიდებული მყინვარი. ამან გაგვახსენა აშრდილის დასაწყისი, აღმოფწყინდა მზე დიდებულადა. აი ეს დიდებულება თითქოს მოსავს იმ ადგილს, სადაც არის ეკლესია, სადაც არის ღვთისმსხეული, სადაც არის ტაძარი. ეს მყინვარზე ამოკვეთილი მონასტერი არის ძალიან დაშორებული მიწისაგან. რა თქმა უნდა, ეს გამოხატავს ღმერთთან სიახლოვეს და იმისათვის, რომ წარმოაჩინოს ეს სიმაღლე, ილია მიმართავს აი ასეთ შედარებებს, ასეთ მეტაფორებს, ასეთ მხატვრულ სახეებს, როგორებიც გვხვდება ამ პირველ თავში, რომ ადგილს ორბნი და არწივნიც კი ვერ შეხებიან. აქ თოვლი და წვიმა, რომელიც ყინულად არის გარდაქმნილი, არასოდეს არ დნება და რაც მთავარია, ამ ადგილამდე ვერ აღწევს წუთის ოფლის ჟრიამული. თითქოს ეს ადგილი არის სიმბოლო წარუვალობისა, მარადისობისა და დაპირისპირებულია მასთან სწორედ წარმავალი და მარადიული. ქვემოთ არის სოფელი, წუთის სოფელი, თავისი ჟრიამული, თავისი ვნებებით, გულისთქმებით, ხოლო ზემოთ არის ღვთის საუფლო, სადაც დრო თითქოს დგას და აქ არის გამეფებული მხოლოდ ჭექაქუხილი და მხოლოდ ქარი. ეს ტაძარი უწინდელ დროში გამოუკვეთავთ ჩვენს წინაპრებს. რა თქმა უნდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ უწინდელ დროში ადამიანებს ჰქონდათ იმხელა რწმენა, იმხელა ძალა, რომ ასეთ გასაოცარ ადგილას, ამხელა სიმაღლეზე შეძლეს მონასტრის გამოქვაბვა. სხვათა შორის ძალიან დიდხანს იყო დაკარგული ეს მონასტერი, იმ თვალსაზრისით, რომ იქ ვეღარავინ ვეღარ მიდიოდა და მხოლოდ გვიან, ასე ვთქვათ, მართლა აღმოაჩინეს ეს მონასტერი და იქ დღეს უკვე ვიცით რა და როგორ არის და მართლაც გასაოცარია ადამიანს რამხელა რწმენა უნდა ქონოდა, რომ ეს მონასტერი იმ ადგილას გამოექვაბა. და იმ ყინულში შეთხრილ ღვთის ტაძარს ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერიო. ბეთლემზე უკვე მოგახსენეთ. ყურადღებას იქცევს აგრეთვე არქაიზმები, რომელსაც ილია იყენებს, როდესაც მონასტრის შემოგარენს ახასიათებს, ან როდესაც მონასტერზე ლაპარაკობს. მაგალითად, გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი, ან კიდე ყინულს და ქართა მხოლოდ შთენია. რატომ მიმართავს არქაიზმებს? რატომ იყენებს? ალბათ იმიტომ, რომ აი სწორედ ამაღლებულობის განცდა შექმნა და ეს სიტყვები მკითხველს ეხმარება, რომ ჩვენ წარმოსახვით გადავიდეთ, ესე იგი სხვა სამყაროში, სადაც არის დრო უცვალებელი, სადაც გვექნება განცდა ღმერთთან სიახლოვისა. აქ ყურადღებას იქცევს მონასტრის აღწერისას ის, რომ ბეთლემის მონასტერი მიწას უკავშირდება ჯაჭვით
წარმოვიდგინოთ, რომ ჯაჭვი არის ჩამოკიდული და მხოლოდ იმ ჯაჭვით შეუძლია ადამიანს ზემოთ ასვლა. ესეც რა თქმა უნდა გასაოცარია, როგორ გააძნელეს ესე იგი ბერებმა იმ ტაძრამდე მისასვლელი. რამხელა რწმენა უნდა ქონოდათ და რამხელა სიყვარული ღვთისა, რომ აი ამგვარი ცხოვრების გზა აერჩიათ. ეს ჯაჭვი რა თქმა უნდა სიმბოლურად მიმანიშნებელია ქრისტიანული ცხოვრების სიძნელეზე. გავიხსენოთ სახარება, სადაც იესო ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ ჩემკენ სავალი გზა არის ვიწრო და მასზე ძალიან ცოტანი დადიან, მაგრამ ამ გზას მიყავს ადამიანი სასუფევლისაკენ. ხოლო ფართო და ვრცელია გზა, რომელზედაც ძალიან ბევრი დადის და რომელსაც ადამიანები მიყავს ჯოჯოხეთისკენო. ერთი სიტყვით, თვითონ აი ეს გარემო უკვე გვიქმნის განწყობილებას, უკვე გვიქმნის გარკვეულ შთაბეჭდილებას, რომ წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც აქ ცხოვრობს. ის ადამიანი რა თქმა უნდა იქნება ძალიან დიდი რწმენით სავსე და ჩვენ ჯერ არ გაგვიცნია განდეგილი, მაგრამ უკვე წარმოვიდგინეთ როგორი იქნება ის, როგორი არჩევანი აქვს ცხოვრებაში გაკეთებული. აქ ილია ჭავჭავაძე იხსენებს რა თქმა უნდა იმ ტრადიციას რწმენისას, რომელიც არსებობდა საქართველოში, რომ უწინ აქ მამები ცხოვრობდნენ. ერთი განდეგილი კი არ ცხოვრობდა, მამები ცხოვრობდნენ და გამუდმებით ისმოდა ქება დიდება ღვთისა. და რატომ იყვნენ ეს განდეგილნი მამანი აქ? იმიტომ რომ ისინი გაშორდნენ წუთისოფელს როგორც მაცდურების სადგურს და აქ მოიპოვეს მათ სამარადისო სიმშვიდე. მაგრამ სამწუხაროდ გარდაიცვალნენ მამები და ეს ტრადიცია აღარ გაგრძელდა. რწმენა შემცირდა ქართულ ხალხში, რადგან არავინ აღარ გამოჩნდა მიმდევარი, არავინ აღარ გამოჩნდა მოსურნე იმისა, რომ აერჩია ცხოვრების ეს ძნელი გზა და განმარტოვებულიყო და განდეგილიყო ამ უწმინდელს ადგილას. თუმცა მთიულთა შორის ხსოვნა დარჩა იმ წმინდა მამებისა, იმ წმინდა ადგილისა და ყველას სწამს, რომ აქ თუ შედგამს ფეხს ნაბიჯს უწმინდური, აუცილებლად ღვთის რისხვა დაატყდება თავს. ის კი არა, მონადირის მიერ დევნილი ხეცი რომ შეეფაროს ამ ადგილს, მონადირეს უფლება არ აქვს რომ შევიდეს ამ ადგილას და მოკლას ის ნადირი. იმდენად წმინდად მიაჩნიათ მთიელებს ეს ადგილიო. და სწორედ აი აქ, როგორც გითხარით, განმარტოვდა განდეგილი. საერთოდ მინდა ისიც გითხრათ, რომ ბერის ცხოვრება რთულია თქვი, ძნელია, ეს ძალიან დიდი ტვირთია და ადამიანი ამ არჩევანს, როდესაც აკეთებს, უნდა ძალიან დიდხანს იფიქროს და მხოლოდ მის ფიქრზეც არ არის დამოკიდებული. გარკვეული ასაკია საჭირო იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ჯვარია იყოს ადამიანმა. თანაც ვიცით, საღვთო ჯულის კანონის მიხედვით, ყოველივე არის წვრილად განსაზღვრული, თუ ვის შეუძლია ბერად შედგომა, ან რა ეტაპები უნდა გაიაროს ადამიანმა. ილია ჭავჭავაძე არ გვიყვება თავისი გმირის წარსულის შესახებ, მაგრამ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მან გაიარა გამოცდის დიდი გზა. ჯერ იყო მორჩილი 3 წელი ეკლესიაში, შემდეგ კიდევ 1 წელი გამოიცადა ის მარტო მყოფობით და მხოლოდ მას შემდეგ მიეცა მას კურთხევა და უფლება, რომ აერჩია ეს მძიმე და ძნელი გზა. ჩვენ პირდაპირ ვხედავთ მას, როგორც რწმენით ამაღლებულს და დიდი რწმენით სავსეს. ამიტომ აი აქ ილია ჭავჭავაძე ხაზგასმით წარმოაჩენს განდეგილს უკვე იმ ეტაპზე, როდესაც მას ეს დიდი არჩევანი გაკეთებული აქვს. ჯერ განდეგილი თვითონ ასე ვთქვათ არ შემოსულა ნაწარმოებში, როგორც ვიცით, რაღაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, რაღაცაზე უნდა იფიქროს, რომ მის შესახებ წარმოდგენა შეგვექმნას და ილია ჭავჭავაძე თითქოს გმირის ნაცვლად გველაპარაკება, თუ რატომ გაშორდა ამ წუთისოფელს. დღეს ამით დავამთავროთ და შემდეგ გაკვეთილზე გავაგრძელოთ საუბარი რწმენის ტრაგედიაზე პოემა განდეგილის მიხედვით. გმადლობთ ყურადღებისათვის.